გამარჯობა. მაშ ასე ვიწყებთ ჩვენს პროექტს. ასე კითხვა ფიქიაც. მაშ ასე პირველი კითხვა. დეპრესია სისუსტეა? ხომ არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ნებისყოფა არ მაქვს. როდესაც ჩვენ საუბრობთ სტიგმაზე, ზუსტად ასეთი კითხვა და ასეთი დამოკიდებულება არის სტიგმის მაჩვენებელი, რადგან ჩვენ ადამიანებს ხშირად გონია, რომ მენტალური პრობლემები ჩვენს პიროვნულ სისუსტესთან არის დაკავშირებული, მაგრამ რა თქმა უნდა ესე არ არის. დეპრესია არის ისეთივე დაავადება, როგორც ნებისმიერი ფიზიკური დაავადება. მაგალითად, ჰიპერტონია, წნევა, ალერგია და ასე შემდეგ. თუმცა ნაწილობრივი გავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ. და არასრულად ფართოდ ის. ჩვენი ტვინი არის ის მატერიალური სუბსტრატი, რაც განაპირობებს ჩვენი ფსიქიკის ფუნქციონირებას და ხშირად იქ ქიმიური პროცესების დარღვევა, განსაკუთრებით თუ ეს დარღვევა არის ხანგრძლივად გამოვლენილი, იწევს ჩვენი ფსიქიკის მყარად და ხანგრძლივი პერიოდით მოსვლას, რაც ზოგჯერ გამოიხატება დეპრესიის ნიშნებით, დეპრესიის სიმპტომებით. ამიტომ ჩვენ პიროვნებასთან არ უნდა გავაიგივოთ, ჩვენ სისუსტესთან არ უნდა გავაიგივოთ დეპრესიასთან ბრძოლა, ეს დაავადება და თუ ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა, ჩვენი პიროვნული სიძლიერე ზუსტად ამაში გამოიხატება, რომ ჩვენ შევებრძოლოთ ამ დაავადებას და სწორი მიდგომით, სწორი დამოკიდებულებით და საჭიროების შემთხვევაში სწორი მკურნალობით დავამარცხოთ ის.